ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს ოპოზიცია სასამართლოში ასაჩივრებს. ცნობს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო პარლამენტის მორიგ გადაწყვეტილებას არაკონსტიტუციურად. ოლიმპიური კომიტეტის ავალიანება და საკუთარი ჰონორარის ჩარიცხვის მოლოდინში მყოფი ასობით ადამიანი. დეტალები რამდენიმე წუთში. გაზგასამართ სადგურებზე უსაფრთხოების წესების დარღვევაზე კონტროლი მკაცრდება. რამდენად არის დაცული მგზავრთა უსაფრთხოება. რაზე მიანიშნებს ბერძენი ხალხის არჩევანი და აისახება თუ არა სირიზას გამარჯვება ათენი ბრიუსელის ურთიერთობებზე. საღამომშვიდობისა ეს 20:30-ია მე მაკაცინცაძე ვარ და პირდაპირ ეთერში ვახლესი ინფორმაციით 20 საათსა და 30 წუთზე ბრუნდებით. მზადება პროკურატურის რეფორმისთვის ხელისუფლება გეგმებზე საუბრობს, ოპოზიცია კი პარალელურ რეჟიმში პროკურატურასთან ერთად სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას ეჭუქვეშ აყენებს. დღეს 20:30-ში სტუდიის სტუმრები იქნებიან ქართული ოცნებიდან გიორგი კახიანი და თავისუფალი დემოკრატებიდან შალვა შავგულიძე. რამდენიმე წუთში ასევე მოისმენთ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატის მამუკა კვარაცხელია შეფასებებს და დაპირებებს. კვარაცხელია დარწმუნებულია, რომ საქართველოს ნაკრები მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში მსოფლიოს 60 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდება. წინასაარჩევნო მარათონი და 20:30-ის პირისპირ მამუკა კვარაცხელია. მანამდე კი დღის მთავარი თემები. რამდენიმე წუთის წინ დასრულდა პრემიერ-მინისტრის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან. პარალელურად ცნობილი ხდება, რომ მმართველი გუნდის მიერ მიღებულ კანონს საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფასთან დაკავშირებით ოპოზიცია სასამართლოში ასაჩივრებს. 39 დეპუტატის ხელმოწერით სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში ხვალშევა. ნაციონალური მოძრაობისა და თავისუფალი დემოკრატების წევრები ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ ზედამხედველობის ახლად შექმნილმა სამსახურმა მუშაობა არ უნდა დაიწყოს. მიშა ფეიქრიშვილი გვერდება ბოლო ინფორმაციით. პირდაპირ ეთერში მიშა, მოგესალმებით და გისმენთ. დავიწყოთ იმ შეხვედრით, რომელიც ამ წუთებში დასრულდა მთავრობის კანცელარიაში. ლარის კურსი და ის ახალი რეალობა, რომელიც შეიქმნა ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფის შემდეგ, ეს იყო მთავარი თემა, რომლის შესახებაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრაზე მსჯელობდნენ პრემიერ-მინისტრი და მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები. შეხვედრის მიმდინარეობისას მოკლე კომენტარი გააკეთა ფინანსთა მინისტრმა. ნოდარ ხადური აცხადებს, რომ მთავრობას აქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ შეიძლება თავიდან იქნა საცილებული ლარის კურსთან დაკავშირებით უკვე მომავალი რყევები და შესაბამისად მთავრობას აქვს ოპტიმისტური პროგნოზიც, რომ უახლოეს მომავალში ქვეყანაში შემოვა გარკვეული თანხების მობილიზება მოხდება, რაც მოახდენს ლარის კურსის სტაბილურობას. სულ ეს წუთია, როგორც გითხარით, დასრულდა შეხვედრა და როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, შეხვედრის დასრულების შემდეგ შემაჯამებელი განცხადებების გაკეთებას გეგმავენ პრემიერ-მინისტრი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. მანამდე კი მოვისმინოთ ფინანსთა მინისტრის განცხადება. ლარის გაცვლით კურსზე მოქმედი მაკროეკონომიკური ფაქტორები არის სრულად ამოწურული. ჩვენ საშუალოვადიან პერიოდში ველოდებით ლარის გამყარებას. ამავე დროს კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა იმას, რომ არც სახელმწიფო ბიუჯეტის ოპერაციებს და არც რეფინანსირების შესხებს ლარის გაცვლით კურსზე უარყოფითი ზეგავლენა არ მოუხდენია და რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს ეროვნული ბანკი, მთავრობა შევთანხმდით, რომ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა რესურსს გამოვიყენებთ იმისათვის, რათა არ დაუშვათ მომავალში ასეთი ტიპის რყევები. დღევანდელი შეხვედრა მიმდინარეობდა იმ ფონზე, როდესაც საპარლამენტო ოპოზიციის 39-მა დეპუტატმა უკვე ხელი მოაწერა სპეციალურ სარჩელს და რომელსაც უკვე ისინი ხვალ შეიტანენ საკონსტიტუციო სასამართლოში. ოპოზიციის წარმომადგენლები აპროტესტებენ ეროვნული ბანკის შესახებ კანონში მიღებულ ცვლილებებს და აცხადებენ, რომ ცვლილებების შემდეგ ბანკს საკუთარი კანონით მინიჭებული უფლებამოსილებების შესრულების საშუალება აღარ რჩება. შესაბამისად, ახლად შექმნილი ზედამხედველობის სამსახური არის არაკონსტიტუციური და ამ საკითხთან დაკავშირებით აუცილებლად სასამართლომ უნდა იმსჯელოს. ოპოზიციის წარმომადგენლები საკმაოდ ოპტიმისტურად არიან განწყობილნი და აღნიშნავენ, რომ ზედამხედველობის სამსახური მუშაობას ვერ გააგრძელებს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სარჩელს მოვიგებთ, ვინაიდან ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. ეხლავე ვაფრთხილებ ბატონ ტურავას, რომ ეხლავე გავიდეს ბიულეტენზე, იმიტომ რომ ეს არ მოეწონება ბატონ ბიძინას. ჩვენი იმედით ეს გადაწყვეტილება იქნება ჩვენ სასარგებლო და საკონსტიტუციო სასამართლო გააუქმებს იმ კანონს, რომელიც კანონითაც შეიქმნა ზედამხედველობის სამსახური და შესაბამისად ზედამხედველობის ფუნქცია კვლავაც დაბრუნდება ეროვნულ ბანკში და ის აღდგება მის კონსტიტუციურ ფუნქციებში. აქედან გამომდინარე ის გადაწყვეტილებები, რა გადაწყვეტილებებიც იქნა მიღებული აქამდე დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით
დაკავშირები და სხვა კანდიდატურებთან მიმართებაში იქნება გაბათილებული. რა გავლენას მოახდენს ზედამხედველობის ახლად შექმნილი სამსახური ეროვნული ვალუტის კურსზე? ამ საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წარმომადგენლები კომენტარების გაკეთებას და პროგნოზების გაკეთებისგანაც ჯერჯერობით თავს იკავებენ, როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენლები აღნიშნავენ, საკონსტიტუციო სასამართლოში დაგეგმილი სარჩელი ეს არის ის პოლიტიკური წყალგამყოფი, რომელიც შეიქმნა თავად პარლამენტში მყოფ პარტიებში. მმართველი გუნდის წევრები ეჭვობენ, რომ სწორედ აღნიშნული სარჩელით დადასტურდა ნაციონალური მოძრაობისა და თავისუფალი დემოკრატების გარკვეული შესაძლოა მომავალი პოლიტიკური ალიანსიც. მმართველი გუნდის წევრები ასევე აცხადებენ, რომ ზედამხედველობის სამსახური ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით რაიმე ტიპის რყევები აღნიშნულ კურსთან და მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინონ სწორედ ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა. თავიდანვე, როდესაც ვიღებდით ამ კანონს, თქვი, რომ ეს კანონი შეიძლება გახდეს წყალგამყოფი, რომელიც პოლიტიკურ სპექტრს ორ ნაწილად გაყოფს. მე ვთქვი, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ვიხილავდით, ვიდრე მივიღებდით ამ კანონს და რაც მე მგონი მართლია. უფრო ნდობით აღჭურვილი პირებით დაკომპლექტებული სააგენტოს მეშვეობით მოხდება საფინანსო ზედამხედველობა და ის, ვინც ხერ შეუშლის ამ ცვლილებას, ის ცალსახად უკვე ამბობს იმას, რომ ის ენდობა მხოლოდ და მხოლოდ ეროვნული ბანკის იმ შემადგენლობას, ხელმძღვანელობის იმ შემადგენლობას, რომელიც დაგვიტოვა სააკაშვილისა და ადეიშვილის ხელისუფლებამ. საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი ბუნებრივია ვერ შეაჩერებს მათ მოღვაწეობას, მე ვიმედოვნებ, რომ ისინი უკვე შეუდგნენ და შეუდგენ უფრო სწორად მუშაობას და მათი მუშაობა იქნება წარმატებული. ნახოთ დანარჩენს მოგვიტანს მოვლენები. ზედამხედველობის სამსახურის წევრებმა დღეს პირველი სამუშაო შეხვედრა გამართეს და ძირითადად აღნიშნული შეხვედრა ეძღვნებოდა საორგანიზაციო საკითხებს. მისი წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ისინი მედიასთან ურთიერთობას უახლოეს მომავალში აპირებენ და კონკრეტული გეგმების შესახებაც ისაუბრებენ. მე დასასრულს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებს შორის მთავრობის კანცელარიაში სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა შეხვედრა და შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარები კეთდება პრემიერისა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის როგორი იქნება აღნიშნული შეხვედრის შედეგი და როგორია მთავრობის გეგმები, ამის შესახებ უკვე ჩვენს შემდგომ გამოშვებაში 20-30-ის მაყურებელი შეიტყობს. მადლობ, მიშა ფეიქრიშვილი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში და დღეს კიდევ ერთი თემა. როლანდ ბლადაძე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს საცხოვრებელი სახლის დაბრუნებას თხოვს. ბათუმში მდებარე ფართიამ დრომდე დავისაგანია. ბლადაძის თქმით, მას სახლი ყოფილი ხელისუფლების პირობებში ჩამოართვეს. მისივე განმარტებით 250.000 ლარად შეფასებული ქონება გიორგი პაპუაშვილს მიხეილ სააკაშვილმა სიმბოლურ ფასად 1000 ლარად გადასცა. სადაო ქონება ბლადაძის ბრალდებები და პაპუაშვილის პასუხი ნახეთ თამარ ციკლაურის რეპორტაჟში. ბათუმში გორგილაძის ქუჩა 37 ნომერში მდებარე ეს ორსართულიანი სახლი, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ცხოვრობს 9 წელია დავის საგანია. ამ წლების განმავლობაში სახლის ყოფილი მეპატრონე როლანდ ბლადაძე გიორგი პაპუაშვილს სახლის დაბრუნებას თხოვს. როლანდ ბლადაძე მოსკოვში ცხოვრობს. ქონების დაბრუნების მოთხოვნით კი განცხადება დღეს კიდევ ერთხელ წერილობით გაავრცელა. კიდევ ერთხელ მინდა საჯაროდ მიმართო ბატონ გიორგი პაპუაშვილს, რომელთანაც არავითარი პიროვნული შეუთავსებლობა არ გამაჩნია, რომ დამიბრუნოს ჩემი სახლი, რომელშიც გაუმართლებლად ცხოვრობს. დაეხმაროს მთავრობას სამართლიანობის აღდგენის ნაწილში, რომელსაც ჩემი ოჯახი, მეუღლე და ბავშვები მოვითხოვთ და მოველით. ყველაფერი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სამართლიანობის სახელით 2004 წელს აჭარაში ქონების გადანაწილებით იწყება. მაშინ როლანდ ბლადაძე სარფის საბაჟოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ სასამართლოში აჭარის მაშინდელი პროკურორის სარჩელი შევიდა. პროკურორი ვარაუდობდა, რომ როლანდ ბლადაძეს ბინა უკანონოდ ჰქონდა შეძენილი. გამოძიება ბლადაძეს საზღვარზე ერთი პარტია ყვავილებისა და პალმების განუბაჟებლად გატარების გამოედავებოდა. ძალიან მალე უკვე გაჟღერდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გადადიოდა და სახელმწიფომ გააკეთა ის, რომ ამითი ორი კურდღელი დაიჭირა, ერთი რომ ვიღაცეები პასუხისგებაში მისცა, ჩამოართვა ქონება და მეორე მას არ მოუწია საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებისთვის ყიდვა ემისი, რა ქვია, ფართების. ბლადაძისთვის სახლის ჩამორთმევიდან რამდენიმე თვეში მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს პირდაპირი მიყიდვის წესით ბათუმის პრესტიჟულ უბნებში სახლების სიმბოლურ 1000 ლარად გადაეცათ. მათ შორის აღმოჩნდა როლანდ ბლადაძის საცხოვრებელი სახლიც. თავად პაპუაშვილის ქონებრივ დეკლარაციაში ეს სახლი 250.000 ლარადაა შეფასებული.
რო შეუთვალე რომ მე არ გემტერები და არაფერს არც გიჩივლებ, არაფერს არ გაგკეთებ, თუ შენ ადამიანურად მოიქცევი და სახს დააბრუნებ ძველ მე პატრონეზე როგორც იყო და დასცლი მაგ სახს და გამოხვალ მეთქი. იცი რა შემომითვალა, არსად არ ვაპირებ წასვლას. როლანდ ბლადაძისგან პირადი ქონების დაბრუნების მოთხოვნით მისი ადვოკატები წლების განმავლობაში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს უშედეგოდ მიმართავდნენ. ბლადაძის ადვოკატის ინფორმაციით გიორგი პაპუაშვილმა ბლადაძის სახლის გაყიდვა ბოლოს 2015 წლის მარტში სცადა. 2015 წლის 17 მარტს სცადა როლანდ ბლადაძის კუთვნილი სახლის გასვლისება. მე შემიძლია წარმოგიდგინოთ დოკუმენტი, რომელიც სწორედ აი ამ ფაქტს ასახავს. 9 წლის წინ საცხოვრებელი სახლის სიმბოლურ ფასადშეძენის ფაქტს ადასტურებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეც. გიორგი პაპუაშვილმა მედიასთან კომენტარი სტრასბურგში გამგზავრებამდე გააკეთა. თუმცა საკუთრების დაბრუნებასთან დაკავშირებით ის ქონების ძველ მეპატრონეს სახელმწიფოსკენ ამისამართებს. კანონიერად ცხოვრობ, ყველა ჩემი ქონება არის კანონიერად შეძენილი და ვინმეს თუ პრეტენზია აქვს სახელმწიფოსთან, ის შეუძლია მიმართოს სახელმწიფოს. მოუწევს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ბათუმის ცენტრში. ძვირადღირებული სახლის დათმობა, რომელიც მან სიმბოლურ ფასად შეიძინა, ჯერჯერობით უცნობია. თუმცა ფაქტია, რომ სახლის ძველი მეპატრონე ქონების დაბრუნებამდე ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს. 77 ხმით ერთის წინააღმდეგ პარლამენტმა პროკურატურის შესახებ კანონში ცვლილებები დაამტკიცა. კანონპროექტი მთავარი პროკურორის ახალი წესით გათავისუფლება დაანიშნოს, έτσι თვალისწინებს. უკვე ცნობილია, რომ შეიქმნება საპროკურორო საბჭო, რომელიც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა გარდა სამოქალაქო სექტორის წევრებითაც დაკომპლექტდება. საბჭოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელებს. ამას გარდა ვრცელდება ინფორმაცია, რომ იგეგმება მოქმედი მთავარი პროკურორის გიორგი ბადაშვილის მოხსნაც. ჩაანაცვლებენ თუ არა მთავარ პროკურორს და კიდევ რას გულისხმობს ცვლილება პროკურატურის შესახებ კანონში. გენო სიყმაშვილი გეამბობთ, გენო გისმენთ. მაგა კანონში შესული ერთ-ერთი უმთავრესი ცვლილება საპროკურორო საბჭო შექმნა, რომლის უფლებამოსილებაც იქნება მთავარი პროკურორის კანდიდატურის დაყენება. სწორედ ამავე საბჭოს უფლებამოსილება იქნება მთავარი პროკურორის გადაყენებასთან დაკავშირებით წინადადების წარდგენა და მისი მოადგილეების მიმართ სამართლებრივი დისციპლინური სამართალწარმოება. თავად საპროკურორო საბჭოს კანდიდატებს იუსტიციის მინისტრი წარუდგენს, იმ შემთხვევაში კი თუ საბჭო უმრავლესობით, ანუ 2/3-ით რომელიმე კანდიდატს აირჩევს, კანდიდატი ამის შემდეგ ჯერ მთავრობას და მთავრობის შემდეგ უკვე დასამტკიცებლად პარლამენტს წარედგინება. კანონში შეტანილი ცვლილებების პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხელისუფლების მაღალ ეშელონებში გიორგი ბადაშვილის მოხსნასთან დაკავშირებით გიორგი ბადაშვილის მოხსნასაც ფიქრობენ და სახელდება სავარაუდო კანდიდატების. მაგალითად, სასჯელო ახსნებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, ასევე მთავარი პროკურორის მოქმედი მოადგილე ირაკლი შოთაძე და არასამთავრობო სექტორიდან პაატა ვაშაძე. თუმცა დღეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა პარლამენტარებმა უარყვეს გავრცელებული ინფორმაცია და მათ განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე მთავარია საპროკურორო საბჭო შეიქმნას, ხოლო სავარაუდო კანდიდატებზე მხოლოდ ამის შემდეგ იქნება საუბარი. პროცედურა უნდა დაიწყოს ჩვეულებრივად და განხილვები საკმაოდ საჯარო იქნება და შესაბამისად, ხო, თქვენით ჩამოთვალეთ, ნებისმიერ კანდიდატი შეიძლება რა თქმა უნდა იყოს განხილული ხლა. რაც კანონით არის პროცედურები გათვალისწინებული, იმის ფარგლებში უნდა მოხდეს კანდიდატურების შერჩევა, წინასწარ ხა კანდიდატურების საუბარი მოგონა ადრე. რაც შეეხება თავად საპროკურორო საბჭოს შემადგენლობას, მასში ერთ-ერთი წევრი იქნება მთავარი პროკურორის მოადგილე, თუ რომელი მოადგილე ამას თავად მთავარი პროკურორი წვეთს. ასევე საბჭოს წევრები იქნებიან პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეები. კიდევ ორი ურთიერთშეთანხმებით უნდა წარადგინონ როგორც საგანმანათლებლო საქართველოს საგანმანათლებლო სექტორისა, არასამთავრობო სექტორისა და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებმა საერთო კანდიდატი უნდა დაასახელოს. კიდევ 3 წევს კი პროკურორთა კონფერენციიდან აირჩევენ. იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ რთული არის იურიდიულად საკმაოდ რთული არის საპროკურორო საბჭოს წევრების დასახელებაც და უშუალო კანდიდატის წარდგენაც, დღეს საპარლამენტო ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საკმაოდ დაბალი იქნება და იჩქვეშ აყენებენ მთავარი პროკურორის კანდიდატის დამოუკიდებლობას, რადგან როგორც ისინი აცხადებენ, ამის პოლიტიკური ნება უბრალოდ ხელისუფლებაში არ არსებობს. კონკრეტულ კანდიდატურებთან დაკავშირებით მე განმარტებებს არ გავაკეთებ, უბრალოდ ვიტყვი ერთ რაღაცას, რომ კლავაც გონია, რომ ეს იქნება აღმასრულებელი ხელისუფლების გადასაწყვეტი, ვინაიდან სამწუხაროდ ამ პარლამენტში მე ვერ ხედავ იმას, რომ ამ პარლამენტმა საკუთარი ხაზი გაატაროს. ყავაზე მკითხაობით დაკავებული არა ვარ ბოლო 20 წელიწადში. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება გვარდასახელი? დღეს რო ბადაშვილი არა, ბადაშვილია პროკურორი?
თავად მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ პროკურატურის რეფორმა დაწყებულია, თუმცა საკადრო ცვლილებებს ადგილი არ ექნება. ანუ ისინი ამბობენ, რომ ბადაშვილს არ გადააყენებენ, თუმცა ისინი ასევე ასახელებენ, რომ ამის პრეროგატივა იუსტიციის მინისტრს ეკუთვნის. თავად იუსტიციის მინისტრი სავარაუდო კანდიდატების დასახელებასთან ამ ეტაპზე თავს იკავებს, თუმცა ამბობს, რომ მიღებული კანონპროექტი საკმაოდ დამოუკიდებელს ხდის პროკურატურას და მთავარ პროკურორს. პროკურატურაში ცვლილებები და საკადრო ცვლილებები არ იგეგმება. პროკურატურაში არის გამოცხადებული რეფორმა, რომელიც ჩატარდება. რეფორმის შედეგად იქნება არჩეული ახალი მთავარი პროკურორი, ახალი წესით. ეს ამას გიდასტურებთ. ითვლი არის ცნობილი ვინ შეცვლის ბადაშვილს. აღნიშნულ საკითხზე არსებობს მხოლოდ ერთადერთი ადრესატი, რომელთანაც შეგიძლია ისაუბროთ ამ თემაზე, ეს არის იუსტიციის მინისტრი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იუსტიციის მინისტრს 3 კანდიდატის შეთავაზების უფლება ექნება საპროკურორო საბჭოსთვის, რომელთაგან ერთი მაინც უნდა იყოს განსხვავებული სქესის. კრიტერიუმებიც არის საკმაოდ მაღალი, ისეთივე როგორიც ზუზენაესის სასამართლოს თავმჯდომარის შემთხვევაში. ინოვაციაა ის, რომ საქართველოში პირველად იქმნება საპროკურორო საბჭო, სადაც 8 პროკურორს თავად პროკურორთა კორპუსი აირჩევს. კანონპროექტის მიხედვით საპროკურორო საბჭო მთავარი პროკურატურის მუშაობაში არ ჩაერევა, თუმცა მთავარი პროკურორი ანგარიში ვალდებული იქნება და 6 თვეში ერთხელ ჩააბაროს ანგარიში საპროკურორო საბჭოს. აქამდე არსებული მოდელით მთავარ პროკურორს წარადგენდა იუსტიციის მინისტრი, წარადგენდა პრემიერ-მინისტრი და სწორედ პრემიერ-მინისტრი იყო უფლებამოსილი მთავარი პროკურორი დაენიშნა და გაეთავისუფლებინა. ახლა მიღებული ცვლილებებით კი მთავარი პროკურორი მხოლოდ 6 წლის ვადით იქნება არჩეული და ამის შემდეგ მას ხელმეორედ არჩევის საშუალება აღარ ექნება. მადლობ გენოს იყვაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. დადგეს კიდევ ერთი თემა ახალგაზრდული ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი და ანაზღაურების გარეშე დარჩენილები. ოლიმპიადის ორგანიზატორებისა და ფესტივალის დახურვის ცერემონიალისას დასაქმებულთა სახელფასო დავალიანების გასტუმრება ამ დრომდე ვერ ხერხდება. გავრცელებული ინფორმაციით ალექსი ახვლედიანის და ოლიმპიური კომიტეტის საქმიანობით ქვეყნის პრემიერ-მინისტრია დაინტერესებული. დეტალებს ნინუცა კახნიაური არკვევდა. ვითხოვდით კი რა თქმა უნდა ოღონდ დღეს ხვალ მას შემდეგ თვენახევარი გავიდა და ეს დღე ჯერაც არ დამდგარა. თბილისის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დახურვის ცერემონიალის მონაწილეები, ორგანიზატორები, მედროშეები, კომპოზიტორები, მხატვრები, ვიზაჟისტები, მომღერლები და მოცეკვავეები, მუსიკალური განფორმებლები და სცენის მუშები დღემდე საკუთარი ჰონორარის ჩარიცხვას ელოდებიან. დაახლოებით ეს იქნება მაქსიმუმ თვითონ აი ამ ხალხის დახურვის ჰონორარები, რაც არის ჩასარიცხი, სადღაც 130.000 არის. სამწუხაროდ ჯერ არავის არ აუღია ანაზღაურება. ჩვენ გვაქვს სულ ყველას გაფორმებული კონტრაქტი, მიღება ჩაბარებაც მე მგონი ჩვენი ყველასი გაკეთებული არის კულტურის პალატასთან. ჰონორარი ამ ადამიანებს შესრულებული სამუშაოებისთვის ოლიმპიური ფესტივალის ორგანიზატორმა კულტურის პალატამ უნდა გადაუხადოს. თუმცა როგორც აღმოჩნდა, ეს თანხა ოლიმპიური კომიტეტისგან ჯერაც არ მიუღია. ოლიმპიურ კომიტეტს ჩვენი დავალიანება აქვს 350.000 ლარი. როგორც კი მოხდება ამ დავალიანების დაფარვა ჩვენს მიმართ, კულტურის პალატის მიმართ, კულტურის პალატა იმ წელსშივე დაფარავს იმ დავალიანებას, რომელიც არსებობს. სამართალდამცველი ორგანოებისთვის მიმართვას აპირებენ უხალფასოდ დარჩენილი ფოტოგრაფები და ოპერატორები. თანხების გადმორიცხვაზე არაფერს არ ამბობენ. ასე რომ ჩებით ამ ეტაპზე ყველა მოტყუებული. მოლოდინის რეჟიმშია სამშენებლო კომპანია დაგიც, რომელმაც ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის ჩოგბურთის კორტები ააშენა. დამკვეთი აქაც ოლიმპიური კომიტეტია და კონტრაქტის მიხედვით 504.732 ლარი კომიტეტს მშენებლების ვალი აქვს. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ელოდებიან თანხას და თანხა უნდა ჩაგვირიცხონ. ბრალდების ადრესატი ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი საქართველოში არ იმყოფება. 2030 მას ტელეფონით დაუკავშირდა. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ლიკვიდაციის რეჟიმში, დარჩენილ თანხებზე აუდიტის სამსახურმა დაასრულა კონტრაქტების შესწავლა, თუ საბოლოოდ რა ციფრი დარჩა გასასტუმრებელი, დადო დასკვნა და უახლოეს პერიოდში უკვე გამოიყოფა ეს თანხები და ჩაერიცხება ყველას უკვე აუდიტის დასკვნის შემდგომ. მერიამ უნდა გამოყოს ეს თანხები და გამოყოფს კიდეც. თბილისის მერიაში დავალიანებას აღიარებენ და აცხადებენ, რომ სხვადასხვა ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ დავალიანებების დაზუსტება ახლა მიმდინარეობს. უახლოეს პერიოდში მოხდება მათი სრულად დაფარვა.
ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 26 ივლისს დაიწყო და 1 აგვისტოს დასრულდა. ობიექტებზე 1000-ზე მეტი ადამიანი მუშაობდა. ჩაანაცვლებს თუ არა ყვითელს ახალი მწვანე ავტობუსები თბილისის მერიამ ტენდერის გამოცხადება ჯერ კიდევ 2013 წელს დაანონსა, თუმცა ის ამ დრომდე არ ჩატარებულა. თბილისის მოსახლეობა ავტობუსების გაუმართავობაზე საუბრობს და მერიას პრობლემის გადაჭრისკენ მოუწოდებს. დეტალებით მარიამ სეთურიძე. ეთყობა რომ მოძველებული არ არის კომფორტული, კონდიციონერი ზაფხულობით არ მუშაობს. თბილისის მერიაში ყვითელი ავტობუსების ახლით ჩანაცვლებაზე ჯერ კიდევ 2 წლის წინ გიგი უგულავას მერობისას საუბრობდნენ. 100 ავტობუსის შესაძენად მერიამ ტენდერის კონკრეტული თარიღიც დაასახელა. თუმცა 4 ნოემბერს არც ტენდერი დაწყებულა და ქალაქში არც მწვანე ავტობუსები გამოჩენილა. თბილისის ვიცემერი ამბობს, რომ თბილის ახალი ევროსტანდარტების შესაბამისი ტრანსპორტი სჭირდება და ამისათვის ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება. ამის გარდა ირაკლი ლექვინაძის განმარტებით მერია ახალი სატრანსპორტო სქემის შემუშავებას იწყებს. რამდენიმე თვეა უკვე ჩვენ აქტიური სამუშაო პროცესი გვაქვს და ამ საქმეში გვაქვს პროგრესი. ჩვენი ხედვა ესეთია, რომ პირველ ეტაპზე მოხდეს გარკვეული რაოდენობის ავტობუსების შემოყვანა, ეს უნდა მოხდეს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით. გაერთიანებული დემოკრატების წევრი შალვა ოგბაიძე თბილისის ახლანდელ მერს წინა საარჩევნო დაპირებას ახსენებს და ტენდერის დროულად გამოცხადებისაკენ მოუწოდებს. ეს გახლავთ ერთ-ერთი მტკივნეული საკითხი, რომელსაც ჯერჯერობით თბილისის მერიამ თავი ვერ გართო მიუხედავად საარჩევნო დაპირების. დღეს სამწუხაროდ ჯერჯერობით ჩვენ გვაქვს დაჯაგლაგებული ყვითელი ავტობუსები, რამდენიმე ასეული, 600 არასრული 700 ავტობუსი, რომლებიც დილით რო გამოდიან ხაზიდან, უკან შევლენ თუ არა კიდევ საკითხავია. გარდა ავტობუსების გაუმართავობისა, მოსახლეობა მის სიმცირეზეც საუბრობს. ისინი ამბობენ, რომ სასურველი ნომრის ტრანსპორტს ხშირად 40 წუთზე მეტხანს ელოდებიან. მთავარი პრობლემა კი სანიტარული ნორმების დაუცველობა და კონდიცირების არარსებობაა. დასამატებელია კიდევ რიგი ავტობუსი რომ მოძრაობდეს, იმიტომ რომ შუალედი რაც არის საკმარისი არ არის 15 წუთი, 10 წუთი. კარგი იქნებოდა თუ გამოიცვლებოდა. მაგალითად არა ყველა რამოდენიმე რომელიც ასე მოითხოვს. ძალიან ცუდი პირობებია, ძალიან საშინელია მაგით გზავრობა. ჯერთი ძალიან ბევრი ხალხია და ხანდახან ვერ ახვალ და ხან ვერ ჩახვალ, სადაც უნდა ჩახვიდე იქ. ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩაანაცვლებს ყვითელს ახალი ფერის ავტობუსები, თუმცა მერიაში განმარტავენ, რომ ის აუცილებლად საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ადაპტირებული იქნება. 20 დაჯარიმებული გაზგასამართის სადგური ბოლო 3 თვის განმავლობაში გაფრთხილება, სანქციები და კრიტიკული სიტუაციის შემთხვევაში გაზგასამართის სადგურების დახურვა. ეს ის საფრთხეებია, რაც პარლამენტის მიერ მიღებული კანონის დარღვევის შემთხვევაში ყველა ავტოგასამართ სადგურს შეეხება. ინსპექტირება ამ დრომდე მხოლოდ რეგიონებს მოიცავს, თუმცა სახარბიელო მდგომარეობა არც დედაქალაქშია. ნათია ხარტიშვილი დეტალებით. დედაქალაქის მასშტაბით 60-მდე გაზგასამართ სადგურზე ავტომანქანების დაახლოებით 9 ბუნებრივი აირით იტენება. თუმცა ამ ავტომობილებით გადაადგილება მძღოლებისთვის და მგზავრებისთვის არასწორად დატვირთვის შემთხვევაში საკმაოდ რისკის შემცველია. რამდენად სწორად ხდება თქვენი ავტომანქანის ბუნებრივი აირის დატვირთვა და სუფთა არის თუ არა ის გაზი, რომელსაც თქვენი მანქანა მოიხმარს? არა ვიცი. საერთოდ ვიცი. ესე ძალიან დაკვირვებული ნამდვილად არა ვარ, მაგრამ რო ასხავენ კარგად ეს ვიცი. ვერ გეტყვით. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო გაზგასამართ სადგურებზე კონტროლს ამკაცრებს. ინსპექტირების შედეგად შემოწმებული 27 ავტოგასამართის სადგურიდან 20 ფულადის სანქცია დაეკისრა. 7-ის შემთხვევაში კი დარღვევების შეფასება მიმდინარეობს. ძალიან ბევრი პუნქტია, შეიძლება გამოყოთ 3 ძირითადი. მათი განთავსების საკითხი. მეორე, აღნიშნულ ობიექტზე განთავსებული ტექნიკური მოწყობილობები და დანადგარები. და მესამე, პერსონალი უნდა იყოს კვალიფიცირებული. შემოწმების შედეგად დარღვევების შემთხვევაში ხორციელდება როგორც საჯარიმო სანქცია, ასევე თუ კრიტიკულია დარღვევა, ახორციელდება ობიექტის გაჩენება. გაზინპექსი ერთ-ერთია, რომელიც მონიტორინგის შედეგად დაჯარიმდა. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო გაზინპექსს მოძრავ გაზგასამართ სადგურებზე დგომის პროექტის არარსებობას ედავება. კიდევ ერთი დარღვევა კი სტაციონალური დანადგარების გაუმართავობაა. კომპანიის ხელმძღვანელმა 2030-ის კამერასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა. ჩაწერა და ტელევიზორში არ გამა. აგიტყვილი ამბავია. ისე თუ გინდა მოგცემ ინტერვიუს. აი რა გითხრა? ინტერვიუ ჩაწერას ნიშნავს. ტელევიზორში გამოსასვლელად მე რა ჯანდაბა. ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის გაუმართავობა გახდა კიდევ რამდენიმე კომპანიის დაჯარიმების მიზეზი.
ტექნიკური დოკუმენტაცია მოხდეს, რომელიც აქამდე არ იყო საერთოდ მოთხოვნადი და საერთოდ არ ვიყავით ინფორმირებული ამის შესახებ. იმის და მიუხედავად რომ ახალი ჩვენ აპარატურა რო ყველანაირად გამართულები ვართ. მაგ კუთხითაც გადავდით ნაბიჯები და თითქმის ყველანაირი დოკუმენტაცია მოაწესრიგეთ. არასამთავრობო ორგანიზაცია საგზაო ინიციატივებში სანქციების დაწესებას და კონტროლის გამკაცრებას მიესალმებიან, თუმცა მიიჩნევენ, რომ გზავრების უსაფრთხოებისთვის მხოლოდ ეს საკმარისი არაა. როგორც გაზგასამართის სადგურების უსაფრთხოების სტანდარტები, ასევე უნდა ხდებოდეს მონიტორინგი ავტომობილების უსაფრთხოების სტანდარტებისა, რომლებიც არიან ექსპლუატაციაში ბუნებრივ აირზე და ეს ინიციატივა და ეს რეგულაცია არ უნდა იყოს მხოლოდ გათვლილი ჯარიმებზე, არამედ რეალური მიზანი ამ რეგულაციის უნდა იყოს უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვა. უსაფრთხოების ნორმების მიხედვით ავტოგასამართის სადგურების ფუნქციონირება გაუმართავი ხელსაწყოებით, დანადგარებითა და მოწყობილობებით დაუშვებელია. მონიტორინგი ჯერჯერობით მხოლოდ რეგიონებზე ვრცელდება. სანამ ინსპექტირება დედაქალაქსაც შეეხება, თბილისში მგზავრების უსაფრთხოება კვლავაც არასტანდარტულ მოწყობილობებზეა მინდობილი. არჩევნებში კვლავ საბერძნეთის ყოფილი პრემიერის ალექსის ციპრასის პარტიამ გაიმარჯვა. მას მხარდაჭერა ელექტორატის 35%-მა გამოუცხადა. ავადმდელი არჩევნები აგვისტოში ციპრასის გადადგომის შემდეგ დაინიშნა. მთავარი შეკითხვა კი უცვლელია. აისახება თუ არა ციპრასის პოლიტიკური ძალის სირიზას გამარჯვება ათენისა და ბრიუსელის ურთიერთობებზე. კეთ ჩოხელი დეტალებით. საბერძნეთის მოსახლეობამ ალექსის ციპრას მეორე შანსი მისცა. ყოფილი პრემიერის მემარცხენე პარტია სირიზას მთავრობის ჩამოსაყალიბებლად სხვა პოლიტიკურ ძალებთან მოუწევს გაერთიანება. ციპრასის პარტიამ 300 ადგილი ამ პარლამენტში 144 მანდატი მოიპოვა. უკვე ცნობილია, რომ სირიზა კოალიციას თავისუფალ ბერძნებთან ერთად ჩამოაყალიბებს. ეს იყო რთული და დაძაბული ბრძოლა. დღეს მე ჩემს სიმართლეს ვგზნობ, რადგან ბერძენმა ხალხმა ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ბრძოლის გაგრძელებისა და მოსახლეობის ღირსების დაცვის მანდატი მომცა. დღეს ევროპაში სიტყვა საბერძნეთი წინააღმდეგობისა და ღირსების სინონიმად იქცა. ძირითადმა ოპოზიციურმა პარტიამ ახალმა დემოკრატიამ ხმების 28% დააგროვა. ის პარლამენტში მხოლოდ 75 ადგილს დაიკავებს. ციპრასის მთავარმა მეტოქემ არჩევნებში დამარცხება უკვე აღიარა. შედეგები აჩვენებს, რომ სირიზა და ბატონი ციპრასი ლიდერობენ. ვულოცავ მას და მოუწოდებ ჩამოაყალიბოს მთავრობა, რომელიც ახლა ქვეყანას სჭირდება. იანვრის საპარლამენტო არჩევნებისა და ივლისის რეფერენდუმის შემდეგ მხოლოდ წელს ეს ალექსის ციპრასის რიგით მესამე გამარჯვება. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ არჩევნებში წარმატებამ ციპრასის პოზიციები ქვეყნის შიგნით კიდევ უფრო გააძლიერა. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ სირიზა მთავარ მეტოქეს ასეთი დიდი სხვაობით დაამარცხებდა. ბერძენმა ამომრჩეველმა ციპრას მეორე შანსი მისცა. ამან ციპრასი გააძლიერა. მან მიიღო მანდატი. ახლა საჭიროა ევროკავშირთან მიღწეული შეთანხმების შესრულება. თუმცა ამომრჩეველთა აქტივობა არჩევნებზე საკმაოდ დაბალი, 55% იყო, რაც იმის მაჩვენებელია, რომ მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი იმედგაცრუებულია. ევროპელი პოლიტოლოგებისგან განსხვავებით ქართველ ანალიტიკოსთა ნაწილისთვის სირიზას გამარჯვება მოულოდნელი არ ყოფილა. საბერძნეთში საქართველოს ელჩის ყოფილი მრჩეველი გიორგი ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ალექსის ციპრას მანდატის განახლება ევროკავშირთან შეთანხმების შესასრულებლად ჭირდებოდა. მანდატის განახლება იმისთვის დაჭირდა, რომ უნდა შეასრულოს ის, რაზეც ხელი აქვს მოწერილი. თუ არ შეასრულებს, ამას აბსოლუტურად სხვა შედეგები მოყვება საბერძნეთისთვის. მე ალექსი ციპრასი მაგონებს ახალგაზრდა ანდრიას პაპანდრეუს, ისიც ძალიან რადიკალური მემარცხენე პოზიციებიდან მოვიდა თავის დროზე ხელისუფლებაში 80-იანი წლების დასაწყისში და ნელ-ნელა მიხვდა, რომ ასეთი იდეებით პოლიტიკაში დიდი ხანი ვერ დარჩებოდა. საბერძნეთის ახალი მთავრობის პოლიტიკა წინასწარ განსაზღვრულია. მას ევროკავშირის ფინანსური დახმარების მესამე პაკეტის ფარგლებში კაცრი ეკონომიკის ზომების გაგრძელება მოუწევს. ახლა კი რეკლამის დროა, რამდენიმე წუთში სტუმრებთან ერთად მთავარი თემით დაუბრუნდებით. ბრუნდებით სტუდიაში. ხელისუფლება პროკურატურის რეფორმირებას იწყებს. შესაბამისი ცვლილება საკანონმდებლო დონეზე მიღებულია. მთავარი პროკურორის არჩევის წესის შეცვლის პარალელურად პროკურატურაში საკადრო ცვლილებებს არ ელოდებიან. სასამართლოს თავისუფლების ხარისხი, მორიგის არჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში და პროკურატურის შესახებ კანონში ასახული ცვლილებების შეფასებითი ნაწილი ნახეთ რამდენიმე წამში 2030 სტუდიის სტუმრები არიან გიორგი კახიანი ქართული ოცნებიდან და შალვა შავგულიძე თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელი. მოგესალმებით ბატონებო.
და ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ დრო. ბატონო გიორგი, ჩვენი საუბარი ბუნებრივია პროკურატურის რეფორმასთან დაკავშირებით მიღებულ ცვლილებებს უკავშირდება, რომლის მიხედვითაც იცვლება მთავარი პროკურორის არჩევის წესი. საინტერესოა ემზადება თუ არა საკანონმდებლო ორგანო ახალი პროკურორის, ახალი მთავარი პროკურორის ასარჩევად და დასამტკიცებლად. მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ სტუდიაში, მივესალმებით ტელემაყურებელს. Რა თქმა უნდა, კანონის მიღება გულისხმობს იმას, რომ ის ვალდებულებები, რომელიც ჩვენ კანონის მიღების შემდგომ ავიღეთ, ის ვალდებულებებიც უნდა შევასრულოთ. იმავდროულად კანონიდან გამომდინარეობს ის, რომ არის კანონით გათვალისწინებული კონკრეტული ვადა, როდესაც უნდა მოხდეს ახალი პროკურორის არჩევა, შესაბამისად, ის როგორც ეს არის გაწერილი ცვლილებებით, ამ ვადაში მოხდება ახალი პროკურორის არჩევა. და რა ვადაა ეს დაახლოებით? ანუ მე მეინტერესებს ამ შემთხვევაში რა ვადაში შეიძლება ველოდოთ ახალი მთავარი პროკურორის არჩევა? ჩემი ინფორმაციით, იქ არის კონკრეტულად გაწერილი პროცედურები, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს პროკურორის კანდიდატურის შერჩევა და უახლოეს ვადაში ეს შეიძლება იყოს უახლოეს ერთი თვე, ზუსტად მიჭის ამადის თქმა, თუმცა უახლოეს ვადაში მოხდება ახალი პროკურორის არჩევა. გასაგებია. ბატონო შალვა, თავისუფალი დემოკრატებს მუდმივად გაქვთ პრეტენზიები, შეიძლება ასე ითქვას, პროკურატურასთან. მთავარი პროკურორის არჩევის წესის ცვლილება გულისხმობს თუ არა პროკურატურის რეფორმირების დაწყებას? დიდი მადლობა მოწვევისათვის, მივესალმებით ტელემაყურებელს და გიპასუხებ. პრეტენზიები ნამდვილად გვაქვს და გვაქვს ძალიან საფუძვლიანი პრეტენზიები. ვინაიდან ის რეფორმა, რომელიც გატარებული იქნა და კანონი, რომელიც მიღებული იქნა პარლამენტის მიერ, უმრავლესობის მიერ ხალხს გაუსვავ, აბსოლუტურად ვერ პასუხობს პროკურატურის დეპოლიტიზაციის მოთხოვნას. და რეფორმირება განპირობებული იყოს სწორედ მხოლოდ და მხოლოდ მისი დეპოლიტიზაციის მოთხოვნით. მე რომ ეს ჩემ საუბრით არ შევაწყინო ტელემაყურებელი, მოვიყვან ორ ციტირებას ვენეციის კომისიის დასკვნიდან ამ რეფორმასთან დაკავშირებით, სადაც პირდაპირ წერია, რომ შემოთავაზებული რეფორმა ვერ შეძლებს იმ მიზნის მიღწევაც, რაც ითვალისწინებს პროკურატურის სისტემის დეპოლიტიზაციას და რატომ შემდეგ მოხში წერია, რომ შევაჯამოთ მთავრობა და საპარლამენტო უმრავლესობა თამაშობს გადამწყვეტ როლს მთავარი პროკურორის დანიშვნის ყველა ეტაპზე ვენეციის კომისიის აზრით, რომ მიღწეული იქნეს მთლიანი დეპოლიტიზაცია, მთავრობის და საპარლამენტო უმრავლესობის გავლენა უნდა შემცირდეს მთავარი პროკურორის დანიშვნაზე. აი ესეთია შეფასება და რამდენადაც დეპოლიტიზირების ამ უწყების დეპოლიტიზაციის მოთხოვნას მის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას არ ეხმიანება გატარებული რეფორმა, ასეთ შემთხვევაში სამწუხაროდ აღარ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება მთავარ პროკურორად არჩეული. საქმე იმაშია, რომ ამ საკითხს ეს საკითხი მთლიანად იქნება დამოკიდებული მხოლოდ მმართველი პოლიტიკური ძალის ნებაზე, არჩევის საკითხიც და თუ ვერ გაამართლებთ მმართველი პოლიტიკური ძალის იმედებს, ბჭყალებში ხმარობ ამ სიტყვას მთავარი პროკურორი, იმავე მმართველ პოლიტიკურ ძალას აქვს აბსოლუტური შეუზღუდავი შესაძლებლობა გადააყენოს ასეთი მთავარი პროკურორი და შეცვალოს მისთვის სასურველი სხვა კანდიდატი. ბატონო გიორგი, იქნება თუ არა ბატონი შალვას შეკითხვას დაგისვამთ ასეთ შემთხვევაში პროკურატურა დეპოლიტიზება? ჩვენთვის ცნობილი არის ეს პოზიცია, რაზეც ახლა ბატონმა შალვამ ისაუბრა და ეს ამ არგუმენტებს ვისმენთ ჩვენ ამ კანონის მიღების პროცესში, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ ამას არ ვეთანხმებით. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის ის პროცედურა, რომელმაც მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოს პროკურატურის და მთავარი პროკურორის ასე ვთქვათ პოლიტიკური ზეწოლებისგან განთავისუფლება, იმიტომ რომ ეს არის პროცესი, აი მარტივად შეუძლია ტელემაყურებელსაც განსაჯოს, რომ თუ ადრე ჩვენ ვიც გვახსოვს როგორ ვიჩევდით, როგორ ხდებოდა პროკურორის არჩევა, ხო, როდესაც თქვათ ამ პრეზიდენტი თქვათ სავსახად ერთპიროვნულად იღებდა ესეთ გადაწყვეტილებებს, ან იუსტიციის მინისტრი, დღეს ეს პროცესი, ამ პროცესში ჩართული არის მთელი რიგი ასე ვთქვათ სტრუქტურები, ხო? ჩვენ შევქმნით და ასე ვთქვათ შევიმუშავეთ საპროკურორო საბჭოს ინსტიტუტი, ხო, როდესაც რომლის ფორმირების წესიც არის ძალიან ესე ვთქვათ ფართო და მასში ესე ვთქვათ სხვადასხვა სტრუქტურები არის წარმოდგენილი. იმავდროულად ამ პროცესში არის ჩართული აღმასრულებელი ხელისუფლება, ამ პროცესში არის ჩართული საკანონმდებლო ხელისუფლება, ეხლა სხვა არ ვიცი მეტი რა შეიძლებოდა რომ ყოფილიყო იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ მართლა მიგვეღო ესეთი ეფექტური ესე ვთქვათ მექანიზმი პროკურორის არჩევის. ამიტომ ეს პოზიცია, რაზეც ბატონმა შალვა ისაუბრა, ჩვენთვის ცნობილია, ჩვენ
ამას ბუნებრივია არ ვითვალისწინებ და ვთვლით, რომ ეს არის ზოგადად ეხა სრულყოფილი ყოველთვის შეიძლება ვიფიქროთ რაღაც პროცედურების სრულყოფაზე, მაგრამ ეს არის ძალიან კარგი პროცედურა და ვნახოთ პრაქტიკაში, ასე ვთქვათ, როგორ მოხდება პროკურორის. ბატონო შალვა, თქვენ აცხადებთ, რომ მთავარი პროკურორი ვერ იქნება პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი ამ მიღებული ცვლილების შედეგად. როგორ ფიქრობთ მაშინ, ვინ უნდა დანიშნოს მთავარი პროკურორი? ოპოზიციამ? მოგახსენებთ, არა. საქმე იმაშია, რომ არც ოპოზიციამ არ უნდა დანიშნოს და არც მმართველმა პოლიტიკურად ძალამ და მათი გავლენა უნდა იყოს მინიმალური საერთოდ პოლიტიკური გავლენა პროკურატურის სისტემაზე. საერთოდ ქართული ოცნების საარჩევნო დანაპირებში შემოთავაზებული იყო შემდეგი მოდელი პროკურატურის მოწყობისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ახალი კონსტიტუციური მოწყობის პირობებში ერთგვარი არ წარმოადგენს აღმასრულებელ ხელისუფლებას, ამდანად მისი ბმა, ასე ვთქვათ, მმართველ პოლიტიკურ ძალაზე არ არის, ესე ვთქვათ, პირდაპირი და საქართველოს პრეზიდენტს ანალოგიურად როგორც უზენაეს თავმჯდომარე, ისე უნდა მოეხდინა ნომინირება მთავარი პროკურორის კანდიდატურისა და გადაწყვეტილება უნდა მიეღო პარლამენტს. და ანგარიშვალდებულება უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო პროკურორისა მთავარი პარლამენტის წინაშე. ამის ასეთ შემთხვევაში აღმასრულებელი ხელისუფლების მონაწილეობა, ანუ მმართველი პოლიტიკური ძალის მონაწილეობა ფაქტიურად გამოირიცხებოდა პრეზიდენტს როგორც ასეთი მმართველი პოლიტიკური ძალის ერთ-ერთ სუბიექტად ვერ მოიაზრებდა. ბატონო? პრეზიდენტს როგორც ასეთი მმართველი პოლიტიკური ძალის ერთ-ერთ სუბიექტად ვერ მოიაზრებდა. პრეზიდენტი არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი კონსტიტუციის მიხედვით. იმას გარკვეული არბიტრის ფუნქცია აკისრია და საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა მოხდარიყო. იმ კონსტიტუციის მიხედვით, რომლითაც არჩეულია ეს პრეზიდენტი და რა ვითარებას კონსტიტუციური წესრიგი დღეს გვაქვს, პრეზიდენტი არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი. ანუ პრეზიდენტი ახდენს უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარის ნომინირებას. ესეთი კონსტიტუციური წესრიგი იყო შეთავაზებული საარჩევნო დანაპირებით და არა მარტო საარჩევნო დანაპირებით. არამედ სამთავრობო პროგრამაც, რომელიც ამ მთავრობის მიერ იქნა შემოთავაზებული და ამ მოწვევის პარლამენტმა დავამტკიცეთ, ისიც იგივე ითვალისწინებდა. ანუ აღმასრულებელ ხელისუფლებას არ უნდა მიეღო მონაწილეობა მთავარი პროკურორის დანიშვნაში და მის გათავისუფლებაში. გათავისუფლება უნდა მომხდარიყო აი იმპიჩმენტის მაგვარი წესით, ხოლო დანიშვნა უნდა დანიშვნის ეს ფორმა ბატონო გიორგი რატომ არ გაითვალისწინა? რა არის იცით ბატონ შალვას დავითანხმებოდი რომ არა ერთი ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი ჩანაწერი, რომელიც ალბათ ყველაფერს სვლის პრეზიდენტთან მიმართებაში. კი, პრეზიდენტი გარკვეულწილად მოქმედი კონსტიტუციით გამიჯნული არის აღმასრულებელი ხელისუფლებისაგან, თუმცა როგორც ბატონი შალვა ამბობს, რომ ცალსახად ეს თქვა სახელმწიფო გუნდისგან არის გამიჯნული, ესე არ ვიტყოდი. ამ შემთხვევაში არა პიროვნებებზე ვსაუბრობ, არამედ საუბრობ ინსტიტუციაზე და რაშია საქმე, რომ ჩვენ კონსტიტუციაში გვაქვს ესეთი ჩანაწერი, რომ პრეზიდენტს აქვს უფლება იყოს ნებისმიერი პარტიის წევრი. ანუ ჩვენ რომ გყავდეს ისეთი პრეზიდენტი, რომელიც არის უპარტიო იმთავითვე და მას ებრძალება თქვა კონკრეტული რაღაც პოლიტიკური გუნდის მიმართ, უბრალოდ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის კუთვნილება, ну ეს კიდევ შეიძლება რაღაცა ესე თქვა არგუმენტი ყოფილიყოს ბატონი შალვას ნათქვამში, მაგრამ პრეზიდენტ შეულებრივად შეუძლია იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი. აი თუნდაც მაგალითად ჩვენი სახელმწიფო გუნდის პოლიტიკური პარტიის წევრი. ანუ ჩვენ უნდა გამოვიდეთ საიდან იმ ესე თქვა უფლებამოსილებებიდან, იმ ფუნქციებიდან, იმ სტატუსიდან, რომელიც ინსტიტუციებს გააჩნიათ და არა რაღაც აი კონკრეტული რეალობიდან გამომდინარე უნდა ვიმსჯელოთ. ამიტომ ამ თვალსაზრისით ეხლა პრეზიდენტიც თუ წარმოვიდგენთ პირობითად ისე, რომ მაგალითად პრეზიდენტი არის იმ სახელმწიფო გუნდის წევრი და იმ სახელმწიფო პარტიის წევრი, რომელსაც სახელმწიფო გუნდი წარმოადგენს, ხო? აი მაშინ ასეთ შემთხვევაში რა შეიცვლებოდა? აი თქვენი არგუმენტებიდან გამომდინარე, რომ მანდა მაინც პრეზიდენტი უნდა ახდენდეს ეს თქვა კანდიდატურის დასახელებას. მე არ ვიტყოდი, რომ დიდი ცვლილება იქნებოდა, ამიტომ მე ვთვლი, რომ ის რეგულაციები, რაც ჩვენ შევიმუშავეთ, სრულიად ესე თქვა იძლევა იმის საშუალებას, რომ მთავარი პროკურორი იყოს ამ პოლიტიკური ზეწოლებისგან თავისუფალი. საქმე იმაშია, შემიძლია გავცეთ. საქმე იმაშია, რომ მე არ მithქვავს, რომ პრეზიდენტი არის აბსოლუტურად გამიჯნული მმართველ პოლიტიკურ ძალისგან და საერთოდ აბსოლუტური ნეიტრალიტეტის მატარებელი იქნება. მაგრამ დავისყოთ იქიდან, რომ ჩვენ ხომ ესეთი მოდელი შევთავაზეთ, ვინაიდან ჩვენ ვნახეთ აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის ქვეშ არსებული პროკურატურა რაც უდი იყო 9 წლის მანძილზე და საარჩევნო დანაპირები ჩვენ პირდაპირ დავწერეთ საარჩევნო პროგრამაში.
ჩვენმა მთავრობამ ხო ესეთი სამთავრობო პროგრამა შემოიტანა და ბატონო გიორგი მე და თქვენ ხო იმ მთავრობის სამთავრობო პროგრამას დაუჭირეთ მხარი როგორც პარლამენტარებმა რომ სწორედ ის მოდელი გაგვეხორციელებინა მაშინ რა სხვა იყო პრეზიდენტი ანუ პრეზიდენტი არ არის ისეთ მჭიდრობ მასში მართლ პოლიტიკურ ძალასთან როგორც არის აღმასრულებელი ხელისუფლება აღმასრულებელი ხელისუფლება პრემიერ-მინისტრიდან დაწყებული თითოეული მინისტრი დამთავრებული არის 100% დაკომპლექტებული მმართველი კოალიციით. აი ეს არ შეიძლება და სწორედ ამაზე მიუთითებს ვენეციის კომისია და ეს არ არის მარტო ვენეციის კომისიის დასკვნა. ეს დასკვნა ჩვენ გამოგვიგზავნა ვენეციის კომისიამ EUTOS ოფისი დემოკრატიული ინსტიტუტებზე და კანონის უზენაესობაზე და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კანონის უზენაესობაზე. ანუ ესეთმა ავტორიტეტულმა ორგანოებმა, რომელსაც მიუმართეთ გაეგზავნათ ეს რეფორმის პროექტი, მათ გითხრეს, რომ ეს რეფორმა არ პასუხობს დეპოლიტიზაციის მიზანს. საქართველოს პრეზიდენტი ამ შემთხვევაში არის ბოლომდე დამოუკიდებელი. მოდით ვიმსჯელოთ თემაზე. ბოლომდე დამოუკიდებელში მაშინ მითხარით რავს გულისხმობთ. ბოლომდე დამოუკიდებელი როგორ შეიძლება ხა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. რისგან დამოუკიდებელი მაშინ დამოკიდებელი. პოლიტიკური სიმპათიებისგან მაგალითად. როგორ შეიძლება ხა ნორმალური ადამიანი იყო ბოლომდე თავისუფალი პოლიტიკური სიმპათიებისგან? არ შეიძლება. ანუ არ არის. მაგრამ ინსტიტუციონალურად არ არის პრეზიდენტი იმ სახელისუფლებო გუნდის ასე თქვათ მართველი აღმასრულებელი მიერ დაკომპლექტებული აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი აი ეს არის ინსტიტუციონალურად პრეზიდენტს აქვს ამის შესაძლებლობა მოვასწრო სასამართლოსთან დაკავშირებით ძალიან დიდი ბოდიში კარგით გისმენთ ბატონო გიორგი არა მე უბრალოდ იმის თქმა მინდა მოკლედ ვიტყვი ძალიან უბრალოდ ის რაზეც ბატონი შალვა ახლა საუბრობდა რომ ესე დანაპირები იყო ხო ფაქტურად თქვენივე ლოგიკიდან იმისათვის რომ სრულად მოხდეს ამის რეალიზება რაზეც ახლა თქვენ საუბრობდით ეს არ შეიძლება განხილული იყოს ცალკე პროკურატურის ასე ვთქვათ რეფორმის ჭრილში და ამისათვის საჭიროა მთლიანად კონსტიტუციური კანონმდებლობის რეფორმა სწორედ ამისთვის არის შექმნილი სახელმწიფო კომისია და მოდით მაშინ ვიფიქროთ იმაზე რომ პრეზიდენტი მაქსიმალურად გამიჯნოთ პოლიტიკური ასე ვთქვათ აქტივობისაგან უბრალოდ პოლიტიკური აქტივობისგან და პარტიული კუთვნილებისაგან და აი საკითხები რაზეც თქვენ ხა ისაუბრეთ ხო ალბათ უფრო იმ ჭრილში უნდა გადაწყდეს ვიდრე კონკრეტულ ერთ ჭრილში შემიძლია ამ კონკრეტულ არგუმენტზე პასუხო სრულიად ვეთანხმები ბატონ გიორგის იმაში რომ ასეთი რეფორმის გატარება შესაძლებელი იყო ანუ იმ დანაპირების შესრულება შესაძლებელი იყო მხოლოდ კონსტიტუციური ცვლილებების გზით და საქმე იმაშია რომ პარლამენტში წარმოდგენილია ორი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა. ეს არის თავისუფალი დემოკრატები, რომელსაც მე წარმოვადგენ და ნაციონალური მოძრაობა. თავისუფალმა დემოკრატებმაც ჩვენ დავაყენეთ ეს საკითხი, რომ ყველა პოლიტიკურ ძალას გამოეთქვა მზადყოფნა, რამდენად იყვნენ მზად, რომ გატარებულიყო კონსტიტუციური ცვლილებები. ანუ მიეცათ ხმები ამ კონსტიტუციური რეფორმისათვის. თავისუფალმა დემოკრატებმა გამოხატეთ ეს მზაობა, ნაციონალური მოძრაობამ გამოხატა და მხოლოდ ქართული ოცნება წავიდა წინააღმდეგი მაშინ როდესაც სწორედ ქართული ოცნების ამ კოალიციის დანაპირები იყო და არ არის პანაცია ესეც შეიძლება ვთქვათ ვისაუბროთ აი ამ კონსტიტუციურ ჩარჩოში ჩვენთვის განკუთვნილი დრო ფაქტობრივად ამოიწურა და ძალიან მინდა კიდევ ერთი შეკითხვა მოვასწრო ბატონო შალვა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების პირობებში ფიქრობ თუ არა ამ ეტაპზე ისევ რომ ვთქვათ არ არის დამოუკიდებელი სასამართლო ჩარევებისგან საკონსტიტუციო სასამართლო ბოდიში კითხვა ვერ გავა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების პირობებში. ფიქრობთ, რომ თქვათ ხელისუფლება სასამართლოზე ზეწოლას ამ დრომდე ახდენს. არის თუ არა დამოუკიდებელი მე ვიტყვი ერთ ძალიან მარტივ ფაქტს და მივაქცევ ტელემაყურებლის საკონსტიტუციო სასამართლოს ამ ფაქტს. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო თავისი გადაწყვეტილება. ის გადაწყვეტილება არ საჩივრდება და ყველა უნდა დავექვემდებაროთ, დავემორჩილოთ იმ გადაწყვეტილებას. მე მიმაჩნია, როგორც იურისტს, სამართლებრივად აბსოლუტურად გამართული და დასაბუთებული გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მაგრამ რა ხდება შემდეგ? ხდება ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების სახლებთან ხდება მივარდნები გარკვეული პირების ასევე გარკვეული არასამთავრობო ორგანოების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ჭალებში ვიხმარ ამ სიტყვას არასამთავრობო ორგანიზაციების ხდება მათი უშვერი სიტყვებით ლანძღვა მუქარა 1000 რა ვიცი კვერცხების პამიდრების სროლა და 1000 ეს ანუ აშკარა
უკანონო დანაშაულებრივი ძალადობა ხორციელდება მოსამართლეებზე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე და ამაზე რეაგირებას არ აკეთებს ხელისუფლება. ეს არის საგანგაშო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენად შემცირდა რეაგირება გააკეთა. ესე იგი, თავიდან განცხადება გააკეთა ერთ დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ წერილობითი და ეს გამოქვეყნდა. რეაგირება არ მოყოლია. პირიქით მედიის საშუალებებით ისე შუქდებოდა ეს ფაქტი, თითქოს რაღაც პოზიტივი ხდებოდა. მეორე დღეს უკვე ბრიფინგი გააკეთა საკონსტიტუციო სასამართლომ და მესამე დღეს ისევ მედია აშუქებს, რომ 3 დღის მანძილზე იმ მოსამართლეების სახლების დაცვა ძნელი გახდა. მოდით პირდაპირ და გულახდილად ვიტყვით. იმ საღამოს ბატონ ბიძინა ივანიშვილის სახლთან რომ მოვიდნენ მოქალაქეები, ხო რამდენიმე წუთში შესაძლებელი გახდა, რომ დაცული ყოფილიყო იმ სახლის მაცხოვრებლები. იმ მოსამართლეების სახლები არ არის. იმ სახლებში შვილები, ოჯახი არ ცხოვრობს. ანუ, როდესაც ხელისუფლება არ ახდენს რეაგირებას სასამართლოზე ესეთ უხეშ ძალადობაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება იმ ადამიანების ხელით თავად ახორციელებს ამ ძალადობას და ამას ვამბობ მთელი პასუხისმგებლობა. ბატონო გიორგი, გისმენთ და დავასრულეთ. ხო, რა თქმა უნდა, ეხლა საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელობა ყველას გვესმის თუ რაოდენ დიდია სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს ესეთ წარმატებული ფუნქციონირებისათვის და რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო სასამართლო უნდა იყოს ყოველმხრივ პოლიტიკური ზეწოლებისგან განთავისუფლებული და თუ სასამართლოს რომელიმე მოსამართლეს რაიმე საფრთხე არ ვიცი, ბატონო შავა უფრო დეტალები ჩემზე უკეთესად იცით. რა თქმა უნდა, ამაზე სახელმწიფომ რეაგირება უნდა მოახდინოს და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს რეაგირება ხდება კიდეც. მაგრამ ერთი არის, რომ ალბათ ობიექტურები რო ვიყოთ, საკონსტიტუციო სასამართლოში არის 9 მოსამართლე და 9 მოსამართლის ინტერესებზე უნდა ვიფიქროთ და ეს ჩვენ კი არ უნდა გავაკეთოთ. ჩვენ შეიძლება ხელისუფლებამ მიიღოს შესაბამისი ზომები იმ ნაწილში, რაზეც თქვენ ისაუბრეთ, მაგრამ იმავდროულად საკონსტიტუციო სასამართლო თავად არის ვალდებული, რომ თავისი მოსამართლეობის დამოუკიდებლობაც უზრუნველყოს. ძალიან დიდი მადლობა ბატონებო. 2030 შეკითხვებს გიორგი კახიანი და შალვა შავგულიძე პასუხობდნენ. ახლა რეკლამის შემდეგ ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები და კიდევ ერთი კანდიდატის პირდაპირ ეთერი. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში რევა ზარველაძე სხვა კანდიდატებთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაშია. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს აქვს საშუალება მსოფლიოში სულ მცირე 60 გუნდს შორის მოხვდეს. ეს განცხადებები ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატს მამუკა კვარაცხელიას ეკუთვნის. ლევან კობიაშვილის შემდეგ დღეს 2030 შეკითხვებს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატი მამუკა კვარაცხელია უპასუხებს. ბატონო მამუკა, მოგესალმები, ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვეთმეთ დრო. ბატონო მამუკა, თავიდანვე მინდა რომ მკითხო თქვა, რატომ მაინც და მაინც 60 თქვა, რაიმე ესეთი კონკრეტული გათვლის საფუძველზე ასახელებთ ამ რიცხვს? კარგი, დავამატებ და 50 ვიტყვი. საინტერესოა, ბუნებრივი ხომ არ აპირებთ რის საფუძველზე, რის შედეგად უნდა მოხდეს? შეიძლება თუ რა მთავარი? ჩემი ერის, ჩემი ქვეყნის საფეხბურთო პოტენციალის სწორ კალაპოტში ჩაჯენის შემთხვევაში მერწმუნეთ ეს არ არის უტოპია. კი ბატონო. საინტერესოა თქვათ კიდევ ერთხელ გავიმეორებ ეს შემთხვევაში იმ შეკითხვას, რაც კიდევ ერთხელ უკვე დაგისვით და ვერ მივიღე პასუხი. შეიძლება თუ არა თქვენი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ბუნებრივია თავარი მწვრთნელი. არა, თავარი ნაკრებს დღეს ხავს მწყინვალე თავარი ბატონი კახაცხადაძე, რომელიც სწორად მიუდგა ნაკრებს. პირველ რიგში მან ოჯახი ჩამოაყალიბა, როგორც ჩვევია მას სხვადასხვა გუნდებში და ძალიან სწორად და ჩემი აზრით კახაცხადაძე გახდება ის მწვრთნელი, რომელიც 2020 წელს ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანს საქართველოს ნაკრებს და ეხლა ყველა ხშირად მეკითხებიან ეთერშიც და უკითხე როგორ შეიძლება საქართველოს ნაკრები გავიდესო. შეგახსენებთ რომ მომავალ მსოფლიო ევროპის ჩემპიონატზე 24 გუნდი გადის ევროპის ჩემპიონატზე. UEFA-ში სულ 53 წევრია, ფაქტობრივად ნახევარი UEFA გადის ევროპის ჩემპიონატზე და აქაც თუ არ მოხდის საქართველოში ფეხბურთი უნდა აიკრძალოს პირდაპირ გეუბნებით. ანუ თქვენ აცხადებთ რომ თავისუფლად შეუძლიათ თქვა 52 ათეულში მოახვედროს. ესეთ შემთხვევაში თქვენი ფუნქცია რა იქნება? ანუ თქვენი რატომ დააგირჩიოთ ამ მომრჩევლობა? მაშინ ჩამოთვლი და პუნქტების მიხედვით ჩემი არჩევის შემთხვევაში საქართველოში ყველაზე მთავარი რაც არის ფეხბურთი გახდება ბიზნესი და პირობას გაძლევთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას 10-ზე მეტი სპონსორი ეყოლება და ძალიან სერიოზული სპონსორი. ეროვნული ჩემპიონატი დაემსგავსება ძალიან სერიოზულ პირველობას და ჩვენი გუნდები პანტაპულით არ გამოიყრებიან ევროპის პირველივე UEFA-ს პირველი შესარჩევ ეტაპზე. მორჩება ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება სამსაჯო საფეხბურთო და სხვა ბინძური სკანდალები ქართულ ფეხბურთში, რომელთა დამთავრება ძალიან იოლია მერწმუნეთ რა, თუ სწორად მივდგები საქმეს. ბინძური სკანდალები, როდესაც ფეხბურთელი საგანგებოდ წინასწარ იღებს ფულს, როდესაც
აუძიაგდებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. საჯები რომლებიც გარიგებული თამაშები და ბენზურის სკანდალი რომელიც დაკავშირებულია ტოტალიზატორებთან და ეს ძალიან ადვილი გასაკეთებელია. შემდეგ კიდევ მინდა გითხრათ აუცილებლად რომ საქართველოს ქართული ფეხბურთი თავის კუთვნილ ადგილს დაიკავებს სოფლიო საფეხბურთო რუკაზე. და გენებად თქვენ შეკითხვას დაუბრუნდები საქართველოს ეროვნული ნაკრები FIFA-ს რეიტინგში 4 წლის შემდეგ დაახლოებით 50-60 საუკეთესო გუნდში იქნება, რაც აგვარიდეს მე-5 და მე-6 კალათებს და აღარ ვიქნებით სოფლიოს თუ ევროპის მატჩენჩალები. ბატონო მამუკა, თქვენ ახსენეთ გარიგებული თამაშები, საინტერესოა ბუნებრივია ეს შემთხვევაში თქვა ფეხბურთის ფედერაცია ვერ აკონტროლებდა ვითარებას და არ იყო პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე. მე ეს მგონია რომ საერთოდ არ აინტერესებს არაფერი, გარდა არჩევნებისა და გარდა იმისა, რომ აი რაც ახლა სიტუაცია სტატუს კუო შეინარჩუნოს და ეს ყველაფრიდან ჩანს, მათ არაერთხელ დაარღვიეს თავიანთი დაწერილი დებულებები, კანონები, წესდებები, ეთიკის კოდექსები, თავისი FIFA-ს, UEFA-ს, ყველაფერი დაარღვიეს. სტატუს კუო შეინარჩუნოს, ბატონო მამუკა, რა არის ეს სტატუს კუო? სტატუს კუო არის თბილისში ჯიდნენ სკამებზე, იღებდნენ ხელფასს და არ მინდა ცუდი სიტყვა ვიხმარო, მაგრამ საერთოდ არ აინტერესებდათ ქართული ფეხბურთის ბედი, რასაც ისინი დღეს აკეთებენ. მერწმუნეთ ძალიან ადვილია ამის ყველაფრის შეცვლა, ჩათვალეთ რომ სულ რამდენიმე კვირაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია შეიცვლება ხელმძღვანელობა და იმედი მაქვს რომ სწორ გზაზე დადგება ქართული ფეხბურთი. აღარ მინდა ახლა იმ თელ გადაცემას კი არა, ორი გადაცემას არ ეყოფა. რა გაძლევთ ბატონო მამუკა, მაშინ ასეთი ოპტიმიზმის საფუძველს? რამაძლევს და მობეს და ქართულ გულშემატკივარს და ქართულ საფეხბურთო სამყაროს მობეს და უკვე ჭაობში და ყლაპოში ყოფნა ბოდიში რა. წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით მინდა გითხრათ ბატონო მამუკა, როგორ წინასაარჩევნო გარემოში გიწევთ კამპანიის წარმოება? თუ თქვენ თვალსადენებდით ჩემს პირველ პრესკონფერენციებს სულ მაგას უსვამდი ხას რომ მოქმედი ხელისუფლება იყო ჩაყენებული ძალიან მომგებიან მდგომარეობაში, მაგრამ ჩემი სწორი მოქმედებით, თქვათ ჩემი კოლეგის ლევან კობიაშვილის სწორი მოქმედებით, საფეხბურთო სამყაროს სწორი მოქმედებით, ჩვენ მივახციეთ იმას, რომ ყველა დატრიალდა და სხვადასხვა ორგანოები ჩაერთვნენ თუ შეიძლება კომპეტენტური ორგანოები ხას უსვამს მას, რადგან კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში სახელმწიფო ჩარევისა, მაგრამ ის ორგანოები, რომლებიც უნდა ჩართულიყვნენ და დაეფიქსირებინათ მათივე კოდექსის დარღვევები, ჩაერთვნენ და დღეს სახეზე გვაქვს, რომ ერთ დელეგატს გურიის დელეგატს საერთოდ აუგზავნეს, ახალი დელეგატი უნდა აიჩიოს გურიამ წესისამებრ და იქაც სასაცილო კატათაგობანა მიდის გურის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტსა და აღმასკომს შორის. მაგრამ ეს შორს აგვანს ამას რომ მივადენოთ თვალი, კიდევ ერთხელ გეუბნებით, ძალიან მალე შეიცვლება ეს ყველაფერი და თუ ყველაფერი კარგად იქნა, თქვენ ახავთ ქართული ფეხბურთის წარმატებებს და იმას თუ რა შეუძლია ქართულ ფეხბურთს. ბატონო მამუკა, FIFA-დან და UEFA-დან მოსულ წერილებთან დაკავშირებით აუცილებლად მინდა გითხრათ ამ წერილებში საუბარია. აღარ გავაგრძელოთ, მე წინასწარ ვივარაუდე რომ ასე მოხდებოდა, რადგან სიჭინავა თეატრალური გადადგომა ჩემს სიტყვებთან დაკავშირებით, ჩემს სიტყვების გამო გადადგა, ამას მოასწარებდა, რადგან მე ამათგან განსხვავებით ცოტა ბევრი ხანი ფეხბურთში გატარებული და ის წესები ჩემი შექმნილი ერთ-ერთი შემქმნელი ვარ ამ წესების და წესდებების, ფეხბურთის ფედერაციის დამფუძნებელი ვარ საერთოდ 25 წლის წინ და ყველაფერი ეს გავთვალე. მედია მენეჯერის ბრძანდებით ჩემს ხო, UEFA-ს საგანგებოდ არ ვახსენებთ, რადგან არ მინდა ამით ვისპეკულიანტო, მაგრამ ის რომ ყველაზე კარგად ვიცი წესდებები და მათივე დაწერილი კანონები დავამტკიცე არაერთხელ და მათივე საპასუხოდ გავაგზავნე, მე არ მიმართია პირველად UEFA-სთვის და FIFA-სთვის, მათივე საპასუხოდ გავაგზავნე UEFA-ში წერილს, წვრილად აღუწერე ყველა დარღვევა, ველოდები საპასუხო წერილს, FIFA-შიც გამზადებული მაქვს წერი, უბრალოდ FIFA-ში ისეთი რაღაცები ხდება, ვისთანაც უნდა გამეგზავნა გუშინ მოხსნეს კიდე ერთი სკანდალის გამო ჟერომ ვალკე, გელერაუნ დივანი და ველოდები ხვალზე ის უნდა გავუზავნო ეს წერილი მერწმუნეთ FIFA-დან და UEFA-დან მოვიდა სწორედ ისეთი წერილი, როგორიც უნდა მოსულიყო და რომელიც ფაქტიურად იმეორებს ჩემს მიმართვებს ფეხბურთის ფედერაციის, ანუ რომ დაიცავით თქვენი კანონია. კი ბატონო მამუკა, თქვენ უკვე ერთხელ აღნიშნე, წლების განმავლობაში ბრძანდებით UEFA-ს მედია მენეჯერი. გაქვთ რა ინფორმაცია, თქვათ რა კავშირი აქვს ეს შემთხვევაში UEFA-ს ფეხბურთის ფედერაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებასთან, რომლის მიხედვითაც საპრეზიდენტო კანდიდატს მოეთხოვება აუცილებლად უმაღლესი განათლების დამადასტურებელი ფეხბურთის ფედერაციის წესდების ხუშტურები, ისევე როგორც ბევრი სხვა რამე და წესდება შეტანილი ბევრი სხვა ცვლილებები, სხვათა შორის წესდებაც ძალიან ბევრჯერ არის დარღვეული, რადგან მე ამოვბეჭდე საგანგებოდ საქართველოს რეესტრიდან, რომელსაც ჩვენ ყველანი უნდა დავემორჩილოთ, წესდება, რომელიც ფედერაცია კომიტეტს უნდა ხელმძღვანელობდეს, მათ საერთოდ თავისი წესდება აქვს. ნახეთ, რეესტრიდან ამობეჭდილი წესდება და ნახეთ ფედერაციის წესდება, რომელიც მათ კოდექს, რომელიც მათ თავიანთ ვებგვერდზე უდებთ და თვალები გაგიფართოვდებათ იმდენ შეცდომას და მიხეილ ყაველაშვილს უკავშირებთ თუ არა ფედერაციისა და ამ გადაწყვეტილებას? ერთ-ერთი მომენტი ყაველაშვილის იყო და მე მოხდა თუ რა მისი ჩამოშორება ამ შემთხვევაში? რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მომენტი მიხეილ ყაველაშვილის ჩამოშორება იყო, რა თქმა უნდა. ეს ყველა ხერხით ცდილობს ფეხბურთის ფედერაცია, მე ვერაფერი მომიხერხა, ორი დიპლომი მაქვს, ნასამართლევი არა ვარ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ბატონო მამუკას პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში გეგმავთ თუ არა ამ ცვლილების გაუქმებას?
რა თქმა უნდა და გარდა ამისა ბევრ სხვა ცვლილებას გავაუქმე და ბევრ კიდე სხვა ცვლილება შემოვიდა და მეტიც აი ახლა პირდაპირ მთელ საფეხბურთო საზოგადოებას და მათ მიმართა ვისაც ახლა ხელეწიფება ფეხბურთის ფედერაციას და მის აღმასკომს გადაიტანონ ეს არჩევნები დაუმატონ ის გუნდები ვინც ღირსები არიან რადგან მათივე ჩემპიონატში თამაშობენ ის 25 გუნდი ვინც შეიტანა საბუთები რომ მიგვიღეთ წევრად და გავაკეთოთ ნორმალური არჩევნები 60-70 წევრის ოდენობით დაუშვათ მიხეილ ყაველაშვილი დაუშვათ ჟორდანია დაუშვათ კიდე სხვა ვინმე თუ ვისაც უნდა რადგან გაიზარდოს პრეზიდენტთა კანდიდატობის რიცხვი უფრო მეტნი ვიყოთ რათა ყველას ქონდეს საშუალება მოგვისმინოს და ღირსეული კანდიდატი აირჩიოს რადგან ესეთი ხელოვნურად შექმნილი ბარიერები მერწმუნეთ ქართულ ფეხბურთს არ წაადგება და ბატონ მამუკა მიცით რა არის საინტერესო არჩევნების გადატანა თარიღის შეცვლას შემთხვევაში ვთქვათ იურიდიულად თუ გაქვთ ინფორმაცია რამდენად საფუძვლიანია და რამდენად შესაძლებელი აღმასკომს აქვს ყველა უფლება ყრილობებს შორის აღმასკომი არის მართველი ორგანო ყრილობებს შორის და ყველაფერი შეუძლია აღმასკომს მაგრამ თუ სამში ჩატარდა არჩევნები და მათთვის კარგი შედეგით, რაც არ მოხდება, მაგრამ მათთვის კარგი შედეგი დაფიქსირდა, ანუ თუ ისე მოქმედი ხელმძღვანელობა დარჩა, ძალიან იოლად 7 კლუბს უკვე შეტანილი აქვს ისევე წესდების მიხედვით რიგარეში არჩევნებზე 22-მერვე მუხლია მათი წესდების და მერწმუნეთ მალევე გაიმართება რიგარეში არჩევნები, რომელიც წევრად მიიღებს მისსავე კლუბებს, მაგრამ წარმოიდგინეთ ახლა თქვენ არ იყოთ იმ ორგანიზაციის წევრი, სადაც მუშაობთ და არის ხელფას ხო იღებთ ახლა თქვენ ამ ორგანიზაციაში არა? აი როგორ შეიძლება არ იყოთ ამის წევრი და თქვათ აი ხო გამორიცხული მომენტი არა ქაღალდზე. ამიტომ ძალიან ბევრი დარღვევებია და მერწმუნეთ ყველას აჯობებს რომ ნორმალური დემოკრატიული არჩევნები ჩავატაროთ და მთელ სოფლიოს ვაჩვენოთ რომ ქართველები ვართ მართლა ღირსეულიერი და ღირსეულად შეგვიძლია არჩევნები ჩატაროთ. ბატონ მამუკა თქვენ რომელმა თქვათ აღმასკომმა უნდა მიიღოს ეს შემთხვევაში ბუნებრივია ეჭდება ეს შეკითხვა. აღმასკომი უწოდეთ რატო? იმიტომ რომ ქართული ფეხბურთის დაღუპვის მომენტი მას არაფერი არ გაუკეთებიათ. ვერ მეტყვით ერთი პუნქტი ახლა დრო არა გვაქვს ალბათ და საშუალება სწორედ სიამოვნებით დაღმასკომის ყველა წევრთან ერთად შევხვდებოდი აი თქვენ ეთერში მარტო იქნებოდი მათთან ერთად და მერწმუნეთ 100-0 დავამარცხებდი რა. ბატონ მამუკა ასევე არერთხელ გაისმა ბრალდება რომ ერთ-ერთ კანდიდატს მხარს უჭერს ხელისუფლება. თქვენ თუ გრძნობთ ამ ჩარევას, ამ მხარდაჭერას და ზოგადად რას ირიბი მომენტები რა თქმა უნდა ჩანს, ირიბი მომენტები, მაგრამ დამადასტურებელი იმისა რომ თქვათ, როდესაც აი მიმართავენ FIFA-ს და UEFA-ს, უნდა დამადასტურებელი მომენტები მოიშველიო და ეს უნდა დაადასტურო დოკუმენტალურად და მე არ მაქვს ამის დამადასტურებელი მომენტები. ამ შემთხვევაში ლევან კობიაშვილს გულისხმობ. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ლევან კობიაშვილი. ანუ ფიქრობთ რომ ხელისუფლება ლევან კობიაშვილთან მიმართებაში? ყოველ შემთხვევაში არერთხელ გაიჟღერა ამ ფრაზებმა, მაგრამ ამაში მე ცუც ვერაფერს ვერ ხედავ, თუ ხელისუფლება სიმპათია აქვს ერთ-ერთი წევრისადმი, მაგრამ მერწმუნეთ მე თუ გავხდი პრეზიდენტი, ხელისუფლება ვალდებული იქნება ისევე დაეხმაროს ფედერაციას, როგორც უნდა დაეხმაროს ნებისმიერ ნორმალ ქვეყანაში ფეხბურთის ფედერაციას ხელისუფლება, როგორც ეხმარება ევროპის სხვა ქვეყნებში და მერწმუნეთ ვერც პარლამენტის, ვერც ერთი კარი და ვერც ხელისუფლების ვერც ერთი კარი ჩემ წინაშე დაკეტილი ვერ აღმოჩნდება. გასაგებია ბატონ მამუკა, ხელისუფლების ჩარევის მაგალითები მაყურებელს ალბათ ძალიან კარგად ახსოვს, მაშინ თქვენი ყიდულით საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. იმასაც არჩევნები არ გემოს დანიშნები ერქვა, რადგან გასცი ჩარევებისგან თქვათ რამდენად თავისუფალია თუ ამის ნიშნებსაც ხედავთ? არა, ღმერთმა დაგვიფაროს, მაშინ პირდაპირ ადეიშვილის წერილი მიდიოდა და ერთ-ერთმა დელეგატმა მაჩვენა ადეიშვილის წერილი, სადაც მხოლოდ მისი გვარი გაიყო ჩასაწერი და 5 წლიან ციხეში მიდიოდა გლდანში ის დელეგატი და მითხრა რა ვქნა, ჩემთვის უნდა ხმის მიცემა, არა, მაგას ვერ გეტყვით. ჩემთვის უნდა ხმის მიცემა და მითხრა რომ აი რა ვქნა და მე უთხარი ვერაფერს ვერ დაგავალდებულებ და ღმერთმა დაიფაროს ის რაც მე გადავიტანე ღმერთმა დაიფაროს იგივე ნემსაძე დაიფარა ღმერთმა და არ გადაიტანეს არ გადაიტანა ეს ყველაფერი და ის დელეგატები რადგან მერწმუნეთ ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ. ბატონ მამუკა, გულწრფელად რომ გითხრათ, რეალური შანსი გამარჯვების საპრეზიდენტო არჩევნებში ფეხბურთის ფედერაციის რა თქმა უნდა, რომელ კანდიდატს გაქვთ? მაგას მოდი დავტოვებ. ყველაფერი ღმერთის ნებაზია დამოკიდებული დღეს სხვათა შორის გილოცავ თქვენი ძალიან დიდი მადლობა და მე მორწმუნე კაცი ვარ და ამიტომ იმედი მაქვს რომ ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ საფეხბურთო ჩინოვნიკები და დელეგატები, რაც ქართულ ფეხბურთს წაადგება, რადგან მე კიდე ბევრი რაღაცა მაქვს ჩაფიქრებული არჩევნებამდე, კიდე ბევრი ნაბიჯის გადადგმა და იმედი მაქვს ობიექტურობა იზეიმებს და არ ვიცი ლევანი დავამარცხებთ ფეხბურთის ფედერაციას მოქმედ ხელმძღვანელობას, რომელმაც ამოწურა ყველაფერი საერთოდ ქართულ ფეხბურთში და არც აქვს უფლება ქართულ ფეხბურთში ისინი იყვნენ, რადგან სიტყვებით ვერ აგიხსენებთ რა დღემდე მე მიყვანილ დღეს ქართული ფეხბურთი მე მიწევს ბევრ ქვეყნებში სიარული, მიწევს საფეხბურთო მეურნეობებში ჩახედვა, ბევრი ქვეყნიდან ამოვკრიფე ის რაც ჩემ პროგრამაში უნდა ჩავდო და მერწმუნეთ მსგავსი არაფერი არ ხდება
იქნება საქართველოში პირიქით უარესობისკენ და ეხლა ერთ რაღაცას გეტყვით სენტ ვინსენტი და გრენადინები გაიგონეთ ეგეთ ქვეყანა წმინდა კიტის კუნძული გაიგონეთ ეგეთი აი ისენიც კი გვისრებენ FIFA-ს რეიტინგში ნაკრებებს და აი წარმოიდგინეთ რა დადაშია ქართული ფეხბურთი კი ბატონო და ბოლოს შეკითხვა არ არის ეს ფაქტობრივად 2030 უკვე აქვს მიღებული შეთანხმება და მომდევნო დღეებში ჩვენ სტუმრად გვეყოლება რევაზ არველაძე ლევონ კობიაშვილი უკვე ბრძანდებოდა 2030-ში და მისგან მივიღეთ თანხმობა დებატებთან დაკავშირებით. თქვენ მიიღებთ თუ არა მონაწილეობას დებატებში? არა მარტო მათთან, კიდევ ერთხელ ვამბობ, მთელ აღმასკონა ფეხბურთის ფედერაციის მთელ ხელმძღვანელობასთან და მთელ შემადგენლობასთან მზად ვარ მარტო ვიდებატო, რაცაც ამდენი ხანია ვაკეთებ და დიდი სიამოვნებით, მაგ სიამოვნებას თუ მომანიჭეთო ჩემ კონკურენტებთან ესე პირდაპირ ეთერში დავждე. პირდაპირ ეთერში რა თქმა უნდა. დიდი სიამოვნებით. იმისთვის რომ მაყურებელმა და გულშემატკივრებმაც კიდევ უფრო უკეთესად გაგეცნოთ. ანუ თქვენგან ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი თანხმობა. ორივე ხელით. ძალიან დიდი მადლობა. 2030 შეკითხვებს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი მამუკა კვარაცხელია პასუხობდა. ახლა კი რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ გიორგი მანჯავიძის საავტორო რეპორტაჟი მარტვილის ხეობიდან. დაბრუნდებით სტუდიაში. აბაშის ხეობაში სოფელ ინჩხურსა და გაჭედელს შორის ერთი საოცარი ადგილია, რომელსაც ოფუცხოვლეს უწოდებენ. სწორედ აქ მდებარეობს სილამაზით განთქმული მარტვილის კანიონი. ამ ადგილას მგზავრებს უსაფრთხებოდნენ თავს, ესხმოდნენ და ძარცვავდნენ. ამიტომ ადგილობრივებმა ამ მონაკვეთს ოფუცხოვლი, ანუ სწრაფად გასარბენი დაარქვეს. ნახეთ გიორგი მანჯავიძის და ლაშა მამულაშვილის საავტორო რეპორტაჟი მარტვილის ხეობიდან. ეს ჩვენი მოგზაურობის დასაწყისი მარტვილის გოჭყადილის კანიონში და აქ მეგზურობას გაგვიწევს ლევანი. გადაღება შეიძლება? მარტვილის კანიონის ამ ტურისტული მონაკვეთის სიგრძე გახლავთ 750 მეტრი. ამ მანძილის განმავლობაში თქვენ შეხვდებით რამდენიმე ჩანჩქერს, მათ შორის დინოზავრის ნაკვალევებს, ულამაზეს ხედებს და ულამაზეს ბუნებას. ასე რომ, ვისაც არ გინახავთ აქაურობა, გადადეთ ყველაფერი და ნახეთ აუცილებლად ეს საოცრება. საოცარი სანახაობა რაღაც გონია თავი პრეისტორიულ ხანაში. ესეთ შეგრძნება მაქვს რომ სპილბერგის ფილმში ვართ ეხლა ამ წუთას და საიდანღაც დინოზავრი უნდა გამოხდეს. საოცრება აქაურობა. ეს ბოლო წერტილია, სადაც ტურისტებს მოსვლა შეუძლიათ. ამბობენ რომ აქ სიგრძე 13 მეტრია, თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ამ შანსს ხელიდან ვერ გავიშვი. 1, 2 და 3. ეს უცხოელი ტურისტები თუ ადგილობრივები უფრო გულახდილად მითხარი რა. არა, ქართველების და უცხოელი. არაკლებდნენ ესე. მაგრამ უცხოელები შედარებით უფრო თავისი. ანუ ისევ ჩვენი ამბავია. Добро пожаловать, друзья. ესე იგი თავადებისა და მეფეების შემდეგ აზნაური მანჯავიძის ჯერიც მოვიდა. აბა თქვენიცი.
ბრუნდებით სტუდიაში შემოგვერთა რეპორტაჟის ავტორი გიორგი მანჯავიძე. გიორგი, მოგესალმები, მადლობა რომ დაგვეთმეთ დრო და პირველი რაც ეს თვალშისაცემი და აშკარა იყო, ეს არის ნარჩენები, საყოფაცხოვრებო ნარჩენები და ამავდროულად ის ნარჩენები, რომელსაც ტურისტები, როგორც ჩინაურები, ისე გარეულები, როგორც აღმოჩნდა, ტოვებენ ადგილზე. ვინ არის? ან რა რეაგირება მოხდა გამგეობისგან? არის თუ რა რაიმე კონკრეტული გეგმა ამასთან მიმართებაში? სამწუხაროდ პასუხი ვერაფერზე ვერ გავიგეთ რა, იმიტომ რომ ჩვენ სანამ წავიდოდით თქვათ მარტვილში ცოტა ხნით ადრე, რამდენიმე ხნით ადრე გქონდა თქვათ ინფორმაციები, რომ იქ ნაგვით იყო იქაურობა საავსე და ასე შემდეგ. ეს მარტვილის კანიონი ორ ნაწილად არის გაყოფილი, ერთი ნაწილი არის სადაც თქვათ ნავებით გადაადგილდები და მეორე ამ დადიანების საბანაო ადგილს რომელსაც ეძახიან. იქ სადაც ნავებით დადიხარ მეტნაკლებად ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან არის ეს მოგვარებული, როგორც თვითონ გითხრეს თქვათ იმ ნავის საფასურს რასაც იღებენ იქიდან იხდიან ნაგვის დასუფთავების სამსახურს, თვითონ აგვარებენ ამას, რომ იქაურობა დასუფთავდეს და პლუს არ აძლევენ თქვათ არავის საშუალებას, რომ ბოთლები შეიტანონ კანიონში. აქეთ ამ მხარეს უკვე, თქვენ თავადაც ნახეთ რაც ხდება და ეს არის კატასტროფა. სხვა არის თქვათ საჭმელების ნარჩენები, კიდევ თქვათ ეს მეტნაკლებად მოგვარებადია, ბუნება მიხედავს, მაგრამ პოლიეთილენის ბოთლები არის კატასტროფა და ასეთ სილამაზეში, ასეთი ნაგავი, არ ვიცი, აი ჯოჯოხეთში ხვდები 60-დან უცებ ესეთი პარალელი რო გავაკეთე. ნარჩენებთან დაკავშირებით რამდენადაც ჩემთვის გახდა ცნობილი შენს წინა რეპორტაჟს მოყვა გარკვეული გამოხმაურება, რა ტიპის გამოხმაურება, ესე კონკრეტულად რომ გითხრათ. ეს თქვათ ნოქალაქებზე და სენაკის რაიონზე ვსაუბრობთ, მას შემდეგ რაც ჩვენი რეპორტაჟი გავიდა სენაკის რაიონის, სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებმა უშუალოდ ჩაატარეს ასეთი აქცია, ჩავიდნენ ნოქალაქებში და დაასუფთავეს იქაურობა. კი ბატონო. თანამშრომლები. კი ბატონო, შეუერთდა ადგილობრივები თუ არ არის ეს question-თვის? ეგ უკვე აღარ ვიცი, საერთოდ. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაშიც ანალოგიურად განვითარდება სცენარი. კარგი, კანიონის ნახვა რით არის შესაძლებელი? ნავით მხოლოდ თუ არის გარკვეული თქვა ტრანსპორტი კიდევ დამატებით? ის ნაწილი, რაც გითხარით, სადაც ნავით გადაადგილდებიან, ნავით ან უნდა გაცუღო შენ თვითონ ან შენი ნავით უნდა ჩახვიდე იქ. ანუ ადგილზე არც ამის საშუალებაც არ არის, თქვათ, ფუფუნებად ითვლება, თუ შეიძლება ასე თქვა, ანუ ნავებიც არ ყავთ, იმისთვის რომ ნავები ყავთ, საკმაო რაოდენობით ნავები ყავთ, უბრალოდ აქირავებენ თუ არა როგორ ხდება? აქირავებენ, თვითონ მიყავთ. თუ გახსოვს და არის 60 ლარი. რამდენი საათი 10 წუთი თუ როგორ? ნახევარი საათი. 1 საათი არ ჭირდება იმ დროის გავლას რა, გაცილებით ნაკლები 750 მეტრია და ძალიან ორი ადგილია, სადაც ფეხით უნდა გადახვიდე. 60 ლარი ნახევარი საათი თუ რამდენი ხანი? დაახლოებით 40 წუთი ასე ვთქვათ რა. იქით რაც პრინციპში ესეთი თუ ადამიანზე რო გაყო შეიძლება დიდი თანხა არ გამოდიოდეს, მაგრამ თუ ოჯახით ჩადიხარ, მაგ შემთხვევაში იქ ნახე ძალიან ბევრი და 2-3 ნავი თუ დაგჭირდა. კი. მაგ შემთხვევაში ცოტა გიდებთან მიმართებაში თქვათ რა მდგომარეობა? არიან არსებობს რაღაც კონკრეტული მომსახურება თუ ერთიორლა ადამიანი არის, რომელიც რაღაცებს გთავაზობთ, მაგრამ უშუალოდ იმ ადგილას, კანიონში, ასე ვთქვათ, თვითონ ის მენავე გიწევს, ასე ვთქვათ, გიდობას რა, რაღაცას თუ გითხავ. თუმცა მე ნაკლებად შემხვდა იქ ადამიანები. არის ეს კომპანია თუ რაღაც არა, ადგილობრივი მოსახლეობა, ეს არის ორი სოფელი იმ რაიონის, სადაც ეს ამბავი ხდება და მორიგეობით არიან, ვთქვათ, ერთი დღე ერთი სოფელია, მეორე დღეს მეორე სოფელია და ეს არის როგორც მithres მათი შემოსავალი. არაფერი. რა ხდება მიმართულებით? სამწუხაროდ სადაც ჩავედით, ყველგან ერთი და იგივე დაგვხვდა. არაფერი მსგავსი არ არის რა. არ არის არც კვების ობიექტები ისეთი, რომელიც თქვა გამართული იქნება და ცოტა მოწესრიგებული და ლამაზი ხელდახელ გაკეთებული რაღაცები ხდება, რომელსაც თავად სოფლის მოსახლეობა რაღაცებს აკეთებს, ყავა და აქვთ და ელემენტარული რა. მაგრამ საქეიფო ადგილები არის ოხრად. და სად იქნება შემდეგი გაჩერება? ჩვენ გეგმავთ ისევ მარტვილში ჩასვლას, იმიტომ რომ როგორც იქ ადგილობრივმა ერთ-ერთმა ადამიანმა მითხრა, მანახებს არ ნახულს ილამაზეს იმაზე უფრო მეც, ვიდრე არის თქვათ მარტვილის კანიონი და მითხრა რომ ეს არის ლეგენდების სავსე ხეობა. ნახოთ. კარგი, დაგელოდებით, გელოდებით. გიორგი მანჯავიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში, ასეთი იყო 21 სექტემბრის 2030, რამდენიმე წუთში GDS-ზე ყველაზე გემრიელი კომედია მზარეულები გელოდებათ. მესამე სერია, ჩვენ კი ერთმანეთს უკვე შეხვდებით ხვალ 20-სა და 30 წუთზე, მშვიდობიან ღამეს გისურვებთ დროებით.